მომიცოდეთ დღეს რის სანახავად მივდივარ. ჩვენი წინაპრები რაზეც დიდი ხანი ოცნებობდნენ, იმის ნახვას ვაპირებ. წაველიში. დაჯავშნა მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში. დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდით. ხო, თემურ ლენგის საფლავი უნდა მოვინახულო. მისმა შემოსევებმა იმდენად მძიმე კვალი დატოვა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია ორ ნაწილად იყოფა. თემურ ლენგამდე და მის შემდეგ. ხო, კიდევ ერთი. თქვენი აზრით რა კავშირი აქვს თემურ ლენგს და მეორე მსოფლიო ომს? დარჩით ვიდეოს ბოლომდე და მე მოგიყვებით. აი ასე გამოიყურება გურ ემირი. თემურ ლენგისა და მისი ოჯახის თემურიდების საგვარეულოს მავზოლეუმი. ეს მავზოლეუმი მე-15 საუკუნეში აშენდა და თავდაპირველად მის საყვარელ შვილიშვილს მოჰამედ სულთანს ეძღვნებოდა. თუმცა მოგვიანებით თავად თემურიც აქ დაკრძალეს. აქ ვიზიტი 40,000 უზბეკურის სუმი ღირს, რაც დაახლოებით $3. გურ ემირის მავზოლეუმის არქიტექტურა შთაგონებული იყო სპარსული, მონღოლური და ცენტრალურ-აზიური სტილით. აქ ნახავთ დიდ გუმბათს, დახვეწილ მარმარილოს ფილებს, კრამიტების მოზაიკას და გეომეტრიულ ორნამენტებს. გურ ემირი ითვლება ისლამური ხურათმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც გავლენა მოახდინა მრავალ რელიგიურ ნაგებობაზე. ამბობენ, რომ სწორედ ამ მავზოლეუმმა შთააგონა ინდოეთში ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმისა და მეჩეთის არქიტექტორით. მოდი, შევიდეთ შიგნით. აქ განისვენებენ თემურ ლენგი და მისი ოჯახის წევრები. ცენტრალურ ადგილს იკავებს თავად თემურის სარკოფაგი, რომელიც მუქი ნეფრიტისგანაა დამზადებული და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნეფრიტი იმ დროს ძალაუფლებისა და სიძლიერის სიმბოლო იყო. უცნაური შეგრძნებაა ჩემი აქ ყოფნა, მაშინ როცა ისტორია იცი. აქ ყოფნისას მესმოდა ისე სიამაყით საუბრობდნენ ადგილობრივი გიდები მის შესახებ. მე კიდევ მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა ყველაფერი, რაც კი საჭიროა. თუმცა მაინც მივდიოდი და ვეუბნებოდი, საიდანაც ვიყავი. უნდა გენახათ, მაშინვე სახე ეცვლებოდათ. მოდი უფრო მეც და საინტერესო ამბებს მოგიყვებით აქაურობის შესახებ. დავიწყოთ ინტერიერით. გურ ემირის მავზოლეუმის ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ელემენტი არის მწვანე ონიქსით მოპირკეთებული კედლები, რომლებიც ვიზუალურადაც და სიმბოლურადაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ღრის სინათლის ან ხელოვნური განათების პირობებში კედლების სინათლეს ატარებენ და ქმნიან ილუზიას, რომ კედელი ანათებს. ისლამურ არქიტექტურაში მწვანე ფერი ასოცირდება ჯანანთან, იგივე სამოთხესთან, სიცოცხლესა და ღვთაებრივი მადლის სიმბოლოდ. მავზოლეუმში ამ ფერს ორი დატვირთვა აქვს. ერთი, რომ გამოხატოს თემურიდების დიდება და ღვთაებრივი აღიარება და მეორე, ასევე მან მიანიშნოს გარდაცვლილი სულიერ აღმატებულებაზე. ზედა ნაწილში კი ხვდებით მარმარილოზე ამოტვიფრულ ყურანის აიათებს, რომლებიც ოქროთია მოხატული. გუმბათის შიდა მხარე კი მოპირკეთებულია ვარსკვლავური მოტივებით, რომლებიც ღამის ცას მოგვაკონებს. ეს დიზაინი შექმნილია იმისთვის, რომ მნახველს ზეციური სამყაროს განცდა ჰქონდეს. დაჯავშნა მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში. და ბოლოს, მივადგეთ საინტერესო საკითხს. ტიმურის წყევლას. გური ამირის მავზოლეუმს ერთ-ერთი ყველაზე შემაწრწუნებელი ლეგენდა უკავშირდება, რომელიც დღემდე ბურუსითაა მოცული.